გამარჯობათ, პატივცემულებო, მოგესალმებით. ჩვენო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. რა თქმა უნდა, ისევე ძირძველ ასე თქვა შემადგენლობას დაუბრუნდით. არც არავინ არსაც წასულა, მაგრამ იყო რაღაც მიზეზები და თორნიკე ჩვენ გვერდზეა. ჩვენს გადაცემას წავიყვანთ ტრადიციულად სამივენი ბატონები გეგა ხვედელიძე, თორნიკე კივილაძე და მე ბექა თაუბერი გაპანაძე. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მინდა დღევანდელ დღეს ხსენებულ და დღევანდელ დღეს გნებავთ დაბადებულ და აღსრულებულ წმინდანთა მადლი და ძალა ჰქონოდეს ჩვენს ქვეყანას და უსურო თითოეულ, რა ვიცი, ღვთისმსასწრებელს. და ჩვენ სამშობლოს, სამართლმადიდებლოსაც თავისთავად და მთელ ქვეყანასაც. იცით, ხშირად ტელევიზიით პირდაპირ ეთერშიც და ეთერის მიღმაც გამოთქმულა მოსაზრებები პიროვნებათაგან, რომ დიდ დროს უთმობთო საერთაშორისო მოვლენებსო, იცით და ჩვენი ამბებით დაიწყეთო რა და ჩვენ თითქმის ხშირად ჩვენი ამბებით ვიწყებთ. დღევანდელი ეთერიც არ არის გამონაკლისი და რა თქმა უნდა ქართული ამბებით დავიწყებთ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო რეზონანსული ვითარება რაც ჩვენს გარშემოა შექმნილი ყოველთვის მომწყვლადი და ანგარიშგასაწევი იყო ჩვენი ქვეყნისათვის. ჩვენ იმ შემთხვევაში ძლიერად პოზიციონირებდით თუ ნაკლებად, თუ ისეთ ვითარებაში, მით უმეტეს დღეს რომ ვართ ძალზედ ესეთი ინფანტილურ მდგომარეობაში, დღეს განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია, საყურადღებოა გარეთ მიმდინარე მოვლენები. ფიზიკურად ვერც ჩაეხსნები, ბატონებო. რომელი სფეროა რომ ჩაეხსნა ეს, ეხლა მეცნიერებით ჩაეხსნები საერთაშორისო არენას, როცა მთელი დასავლური მეცნიერებაზე დგა, მართლმსაჯულებით ჩაეხსნები, მართლმსაჯულება კონკრეტულად კი ბატონო ჩვენ არავისი არ გვიკვირს და წმინდა ასე თქვათ ჩვენი გიორგი ბრწყინვალის ძეგლისდება ერთ-ერთი სანიმუშოა და დღესაც ბევრმა იხემძღვანელოს იქ იმდენი და ისეთად წერია, ყველაფერი გაწერილია ნორმატიულად, მაგრამ და სამართლიანად რაც თავარია. მაგრამ გნებავთ სპორტი ავიღოთ, კაცო. გნებავთ ნების ხელოვნება ავიღოთ. როგორ შეიძლება შენ იმ გარემომცველ სამყაროს გაემიჯნო და მართლა გეგონოს რომ გამიჯნული ხარ. ეს ხომ არ არის მართლა ჩრდილოეთ კორეა, ბატონო. ამ ნაბიჯებით, რა თქმა უნდა, იქითკენ მიდიხართ, მაგრამ იქითკენ ვინ გაგიშვებთ თქვენ? ერთი წუთით დაფიქრებულ ხართ, რომ იქითკენ თქვენ არავინ არ გაგიშვებთ? ჯერ შიგნით, კაცო, ჩვენ და ჩვენს მსგავსად არანაკლები მამულიშვილები ამის უფლებას არ მოგცემენ, ბატონო. და რა თქმა უნდა, მე ის გარემო ვითარება, რაც უფრო მეტად მარწუხების მხრივ, ასე ვთქვათ, მკაცრდება. და რეგულაციები უფრო სხვაგვარად, ასე ვთქვათ, გემწარებათ რა სამწუხაროდ ეს ჩვენ ქვეყანაზე აისახება, მაგრამ თქვენ დგავთ ასეთ ნაბიჯებს და რა ვქნათ, სანამ გონებაზე მოეგება ოფიციოზი, ანალოგიურ ვითარებაში ვიქნებით. გონებაზე მოგება, რასაც ნიშნავს, ჩვენ არაერთ გზის გვიტყვამს და არ დავიღლებით კვლავ გეტყვით და გეტყვით. მაგრამ ეხლა რაც შეეხება ძალზედ ისეთი ფართო გაშლილი თემა საგამოძიებო კომისიაზე და რომ აქ ვიცი წულუკიანია თავმჯდომარე, იბარებენ აბსოლუტურად ყველას, ვინც იცით რა მინდა გითხრათ, ეს თუ კონკრეტულად პოლიტიკური შოუს დიდი ნაწილი არ არის. ეს თუ კონკრეტულად ყურადღების გადატანა და პარის ორთქლის გამოშვება არ არის. და კვლავ თქვენი დიქტატურის ბჭყალების გამოჩენა, ხო? და ადამიანთა დაშინება არ არის. თქვენ მაშინ რატომ დაიწყეთ იმ ომით და რა თქმა უნდა, ტკივნეულია ჩვენთვის ყოველი ტერიტორიული, ჩვენი ასე ვთქვათ, ჩავარდნა, სადაც ჩვენი იურისდიქცია აღარ ვრცელდება. მაგრამ რატომ არ დაიწყეთ გარეჯის თემით, ბატონო? ჩვენი ტერიტორია არ არის?
თუ ნაკლებად მტკივნეული საკითხია. ეს მართლაც სულიერების ეპიცენტრი, მეორე იერუსალიმად წოდებული. რატომ არ დაიწყეთ რეალურად დაბარება იმ ადამიანებისა თქვენს საგამოძიებო კომისიაში, რომელთაც გაყიდეს უშუალოდ მიწაწყალი გაყიდეს. მიწაწყალი გაასხვისეს და ამაში ნახეს თავისი ანგარება. და ამათმა მერე გაათეთრეს რა. თქვენ რომ მიბარებთ ახლა ამ აგვისტოს ომის პერიპეტიებზე ადამიანთა ასე თქვა ჯგუფებს ხომ? ხომ არ გავიწყდებათ ან ვინმე ხომ არ ავიწყდება რომ ივანიშვილი მაშინაც და მანამდეც თქვენი მკვებავი იყო სწორედაც. ის გაწვდიდათ იმ საზრდელს და რძეს თუნდაც რა ვიცი ახლა თქვენს ბელაც რო კითხო მამაკაცსაც ქონია ბატონო რძე აპატიო სუფალმა კაცო რო გავიმეორე კიდევაც ამის გამოც შენდობას ვითხოვ მაგრამ თქვენს ბელაც რომ კითხოთ მამაკაცსაც რძე ქონია და ამ რძით კვებავდათ ალბათ კი არა ნამდვილად ხომ არ გავიწყდებათ პირველ რიგში ივანიშვილები პროკურატურა შსსო მთელი სახელმწიფო აპარატი ჩართული იყო ბატონებო აი ომამდე ომის და ომის შემდგომ პერიპეტიებში ის გახმაურებული ამბები როინ შავაძისა ალეკო თეთრაძისა რამდენიც გინდათ შეიძლება უშუალოდ ომს არ უკავშირდება მაგრამ გურამ შავაძის შარაძის საქმე გამოიძიეთ პირუთვნელად ეს ვერდიქტები ეს გამოძიების მასალები დაიდო ის რა როგორ მოხდა შემთხვევით კვლელები რობაქიძის და გირგულიანის ხომ არ დაგიწინაურებიათ იმის მაგივრად რომ კომისიაში ეძახდეთ ახლა შემთხვევით მანდატებით ხომ არ აღჭურვეთ ის ადამიანები პორტირება რომ განიცადეს და თქვენთან აღმოჩნდნენ თქვენ ერთი კონგლომერატი ხართ მაგრამ სახელი ახლა შეუცვალე რა მნიშვნელობა აქვს ხო არ ქვია ნაცი ქვია კოცი რა პრობლემაა მანდატებით რომ აღჭურვეთ და 89 დეპუტატიდან 74 თუ 15 იქაურები ხავთ. როგორ ფიქრობთ, ნაკლებად შეეძლებათ პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, რა კითხვებიც თურმე თქვენ გტკივათ და გამოძრავებთ იმ ომთან დაკავშირებით, აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით? იცით რა? სულ ეხლა ხანს ბატონებო, სულ ეხლა ხანს გეგა, თორნიკე რომელ გამოძიებაზეა საუბარი კაცო აქ რასიძიებენ ესენი მე ვერ გავიგე და რა კლოუნადა ჯურის მონასტერი რომ შეურაცხყვეს ამ ხო ყველა ინსტიტუცია მოშლილია საუბედუროდ და რა თქმა უნდა მიგრაციული ქაოსი სახეზია ისე როგორც არასდროს აი მიგრანტებმა და ეს თვალნათლივ დავინახეთ სულ ყველამ რა შედეგებზე გავიდა გამოძიება აი კონკრეტულად რა გამოიძიეთ თუ შეიძლება ასე ითქვას თქვენ ძალზედ მაგარო ქრისტიანებო აი ამ კითხვას გისვამთ ეს ხომ სულ რაღაც ეხლა ხანს მოხდა ხომ სულ ეხლა ხანს მოხდა როცა თქვენმა დამორჩილებულმა და რომელ სისტემაზეც დგახართ იმ ადამიანებმა ძულებში დაამტვრიეთ და დალეწეთ ახალგაზრდობა სულ ეხლა ხანს ამ გადამეტებულ ასე ვთქვათ სისასტიკე ყოველი სისასტიკე გადამეტებულია კაცო აი ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე ამ უკანონო ბრძანებების აღსრულებაზე და გაცემაზე ვინ დაიბარეთ კომისიაში რა ღონისძიებებს მიმართეთ თქვენ არც არავის დაიბარებთ რა თქმა უნდა და გასაგები მიზეზების გამო სპეცმანქანებში რომ ღირსების შემლახველი მოპყრობით იყავით დაკავებულნი და წამების ელემენტი რომ არაერთი იყო ჩვენს მოსახლეობის მიმართ ეს გამოიძიეთ რატომ არ იბარებთ კომისიაში ბატონო ეხლა ხანს მოხდა მათ რატომ არ იბარებთ კომისიაში ასევე პოლიციის წინ ნიღბოსნებმა რომ ისე იძალადეს რომ რა გითხრათ პარტერში იყვნენ თუ იარუსზე იყვნენ ყველა მხრიდან მაყურებელი ყავდათ თქვენი ჩინოვნიკები თქვენი შშს წარმომადგენლები ურეაქციოდ იცით პოლიციისგან ამ დროს ურეაქციობაც დასჯადია და მით უფრო იმ ადამიანთა ასე ვთქვათ ნამოქმედარი
რაც ძალიან კარგად აისახა და დავინახეთ ჩვენს ახალგაზრდებზე ზოგიერთნი ეხლაც მკურნალობენ და ლამის დაინვალიდნენ ბატონო. დაიბარეთ ეს ადამიანები და დაადგინეთ სამართალი. ან სამართალი თუ დაადგინეთ სასაზღვრო სისტემა მოშლილი რომ გაქვთ. რუსეთის იურისდიქციას დაქვემდებარებული ჯგუფები, რასაც ჩადიან. მესმის რომ გამოძიების თავი არ აქვს ბატონო. არაფრის დიდი საქმის გამოძიების და მით უმეტეს საერთაშორისო მასშტაბით ვერ პოზიციონირებთ, მაგრამ ამ საერთაშორისოსაც როგორ ჩაეხსენით, კაცო? ისინი მაინც აკონტროლებდნენ რაღაცას საზღვარზე და ყვიროდნენ, ხო? ასე უხეშად რომ ვთქვათ. 4-2-ია გახსოვთ საერთოდ? ანუ არაერთი კაცო, არაერთი მოტაცებული ადამიანები, ხო? ირაკლი ბებუა დღესაც მათ გულაგებშია და სასჯელ სიხდის. იცით რაზე? ქართველობაზე და მამულიშვილობაზე, რომ ბრძანა, რომ თქვა, რომ აფხაზურ-ქართული დროშა ერთია და ერთი დროშის ქვეშ უნდა იდგეს აფხაზი და ქართველი. აი ამის გამო ერთი ხსენებაც არ არის. აი ასეთი ადამიანებისა თქვენგან. თქვენთვის გმირები ვინ არიან? ისინი ვინაც მართლა გმირობა რომ ჩაიდინეს და სამწუხაროდ მერე თქვენი პოლიტიკა მიიღეს. თქვენ პოლიტიკას დაემორჩილენ. ესენი არიან მხოლოდ გმირები? ამიტომ იცით რა მინდა გითხრათ? თქვენ ცალი ხელით ცდილობთ რომ ეხლა ერთი ხელით რომ ანგრევთ მასშტაბურად გასაგებია. ცდილობაც კი არა გაქვთ რომ აი ამ რთული ვითარებიდან გამოხვიდეთ. აი როგორც ხელისუფლებას მოგმართავთ. ცდილობა არა გაქვთ რომ საზოგადოებასთან შეხიდების კომუნიკაციის თანამედროვე თუ არა ძალზედ იმ სერვისით რაღაც მეთოდი მოძებნოთ, რომელიც საერთო ენას გამოგაძებნინებთ, კიდევ დარჩა ამის შანსები. მაგრამ სულ უარეს ჩადიხართ, გამიგეთ და ერთი ხელით ნგრევა და მერე მოჩვენებითად მეორე ხელით თვითონ შენება ეს წარმოუდგენელია. თქვენ როცა თქვენი ხელისუფლებისათვის ყოველი მეთოდით იბრძვით, რომ ის შეინარჩუნოთ. იქ სამართალიც მკვდარია, მართლმსაჯულებაც და რა თქმა უნდა სახელმწიფოებრიობაც. გამიგრძელდა სიტყვა კვლავ ბევრია სასაუბროდ, აი ქართული ამბებით დავიწყეთ ბატონო, როგორც გითხარით და ეხლა საერთაშორისო ამბებს შევეხებით ალბათ. თორნიკე ყოველთვის საინტერესოდ გვიყვება ხოლმე და ბრძანეთ ბატონოჩი. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებსა და რადიო მსმენელებს, გარკვეული პაუზის შემდეგ იბრუნდებით უცხოეთის სიახლეებით. დავიწყოთ პირველ რიგში უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე შეთანხმების საკითხით, რომელიც უნდა შედგეს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტის განცხადებით, დიდი ალბათობით ამერიკა და უკრაინა ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას მომდევნო კვირას შეძლებენ. ვაშინგტონმა კიევს ეკონომიკური პარტნიორობის დოკუმენტი უკვე გადასცა, რომელსაც უკრაინული მხარე განიხილავს. ეს შეთანხმება ამ წლის თებერვალში უნდა შემდგარიყო, მაგრამ როდესაც მოხდა შეხვედრა, როდესაც შეხვდნენ ერთმანეთს ზელენსკი და ტრამპი, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ამ შეხვედრას და შესაბამისად ამ საკითხზე მსჯელობა გარკვეული დროით გადაიდო. ანუ რეალურად შეერთებული შტატები მაქსიმალურად ცდილობს, რომ მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინასთან ბუნებრივი რესურსების მიწოდებასა და ბუნებრივი რესურსების გადანაწილებასთან დაკავშირებით და ჩვენ ვიცით, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებულია იმ 250 მილიარდიანი ქონებით, რომელიც გააჩნია უკრაინას, საუბარი არის იშვიათი სახის მინერალებზე და ტრამპი მოითხოვს, რომ ის სამხედრო ფინანსური დახმარება, რომელიც გაუწია წინამორბედმა პრეზიდენტმა უკრაინას, ეს რა თქმა უნდა ამერიკის სახელით მოხდა და ამერიკის ფინანსური ბალანსის წყალობით მოხდა. ეს ყველაფერი უკრაინამ აუნაზღაუროს შეერთებულ შტატებს.
ტრამპი რუსეთის პოზიციის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლს არ დათმობს, მაგრამ ეს ტერიტორიები მას მისი იურიდიული დაქვემდებარების ქვეშ არ შედის. ამჟამად რუსეთი აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიებიდან ლუგანსკის ოლქს, დონეცკს, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებს ნაწილობრივ და კელოგის ამ სპეცწარმომადგენლის თქმით, საჭიროა ერთმანეთისგან de facto და de iure პრინციპების გამიჯვნა, კერძოდ იურიდიულად ეს ტერიტორიები უკრაინის საკუთრებაა, მაგრამ de facto ამ ტერიტორიებს აკონტროლებს რუსეთი და მან განაცხადა, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა უნდა გამონახონ კონსენსუალური ვარიანტი, ანუ უნდა შეთანხმდნენ. მაგრამ ცხადია, ამ სიახლიდან გამომდინარე ჩვენ შეიძლება დავასკვნათ ის, რომ რა თქმა უნდა ორივე მხარე ეცდება საკუთარი პრინციპების ბოლომდე დაცვას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ბევრად ძლიერია ვიდრე უკრაინა, სავარაუდოდ მესამე მხარე, რომელიც ამ მოლაპარაკების ერთ-ერთი მედიატორი იქნება, უპირატესობას ალბათ რუსეთს მიანიჭებს, რა თქმა უნდა, ვინაიდან არა, ასე იქნება, ძალთა ბალანსიდან გამომდინარე, უკრაინა გაცილებით სუსტი სახელმწიფოა ვიდრე რუსეთი. რასაკვირველია, ჩვენ გვინდა რომ უკრაინის დამოუკიდებლობა დაცული იყოს, სუვერენიტეტი მთლიანად დაცული იყოს, მაგრამ სხვა არის რეალპოლიტიკა და სხვა არის რეალური პოლიტიკური თამაშები, რომელსაც ეწირებიან შედარებით პატარა სახელმწიფოები. თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოსთან შედარებით და ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, უკრაინა გაცილებით დიდი სახელმწიფოა, რომელსაც ყავს საკმაოდ ძლიერი არმია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში უკრაინელი ჯარისკაცი ყოველთვის განიხილებოდა, ასე ვთქვათ, ღირსეულ ავტორიტეტულ ფიგურად საბჭოთა კავშირში და დღეს უკრაინამ დასავლეთის დახმარებით შეძლო საკმაოდ ძლიერი მასშტაბური ფართო მასშტაბიანი არმიის გამოყვანა. თუმცა თუ ჩვენ ბოლო სიახლეებს დავერწმუნებით და დავეყრდნობით, უკრაინას ამ ეტაპზე აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები ცოცხალი რესურსის თვალსაზრისით. განვაგრძოთ საფრანგეთის დახმარება და ჩრდილოკორეელი სამხედროების ახალი ტალღა, ასე უწოდე ამ სიახლეს. საფრანგეთი უკრაინას 2 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარების პაკეტს გაუგზავნის. ეს ინფორმაცია გავრცელდა ზელენსკისა და მაკრონის შეხვედრაზე. პაკეტი მოიცავს როგორც ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ასევე უპილოტო თვითმფრინავებს. გარდა ამისა, საუბარია საარტილერიო ჭურვების და სხვადასხვა აღჭურვილობის მიწოდებაზე. ესეც შენი ომის ლექსიკა და მილიტარიზაცია, ბატონო ჩემო. კი ბატონო. სამხრეთ კორეის მთავრობის განცხადება ნიშანდობლივია, ოფიციალური სეული აცხადებს, რომ დაახლოებით კიდევ დამატებით 3000 ჩრდილოკორეელი სამხედრო გაიგზავნა რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე. 14000 ჯამში გაგზავნილია 14000 ჩრდილოკორეელი მებრძოლი ფრონტის ხაზზე და აქედან 3000 ან დაიღუპა, ან მძიმედ დაშავდა. პროტესტი თურქეთში გრძელდება, საპროტესტო ტალღა თურქეთში. სტამბოლის მერის დაპატიმრების წინააღმდეგ დღემდე მიმდინარეობს ეს აქციები. დაკავებული 1900-მდე დემონსტრანტი და აქედან უკვე 260 წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გარდა ამისა, დაშავებული 150 პოლიციელი და თურქეთის მთავრობა მოუწოდებს ევროკავშირს არ ჩაერიოს თურქეთის შიდა საქმეებში. თურქეთის იუსტიციის მინისტრი ილმის ტენიჩი აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და არ აქვს მნიშვნელობა თუ რა თანამდებობას იკავებს ესა თუ ის პირი, არის ის რიგითი მოქალაქე თუ მაღალჩინოსანი, ყველა თანასწორია კანონის წინაშე. ეს იყო ის ძირითადი სიახლე ბრისი მიმოხილვაც მსურდა და ერთსაც დავამატებ, საკმაოდ აქტუალურია საკითხი ირანის ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით, გავრცელებული ინფორმაციით. ირანს აქვს პოტენციალი იმისა, რომ საკმაოდ მოკლე დროში მოახერხოს ბირთვული იარაღის შექმნა და რა თქმა უნდა შტატები ამის წინააღმდეგ გარკვეულ ზომებს იღებს. სადაზორო მონაცემები უკვე დადო შტატებმა, რომ ის ყოველდღიურად ცდილობს, რა თქმა უნდა, ბირთვულ გაძლიერებას.
ბირთვული, ასე ვთქვათ, იარაღის კუთხით და რა თქმა უნდა ეს დაუშვებელია ახლა ბევრი სახელმწიფოსათვის, მით უმეტეს ამერიკისათვის. აი ყველაფერი გეგა ამის ფონზე ეხლავე სულ ერთი წამი. ბეკას შემდეგ ერთს დავამატებ კიდევ. აი მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხო? ყველას შეხვდა აბსოლუტურად შტატები ჩვენს მესამეზობლოში და ცოტა მოშორებითაც. ან ახსენა, ხო? არაერთგზის მithქვამს. აი კონკრეტულად საქართველოს ადმინისტრაცია ჯერ ჩვენს ასე ვთქვათ სახელმწიფოს ოფიციოს კონკრეტულად ის რამდენადაც არ უნდა იყოს არალეგიტიმური ოფიციოს წარმოადგენს არ შეხვედრია არავინ შავ ზღვაზეა საუბარი გეგა და შავ ზღვაზეც კონკრეტულად ჩვენს გარეშე პოზიციონირებენ მცირე თუ დიდი ერები ვთხოვოთ გეგას რომ გააგრძელოს საინტერესო ასე ვთქვათ წინადადებები გაქვს ხოლმე ჩემო კარგო და ბრძანეთ მოგესალმებით ყველას წყალობას გისურვებთ ღვთისაგან და სიმშვიდეს სულიერსა და ფიზიკურს და ღმერთმა ინებოს რომ ჩვენიერი აი ამ ურთულეს დროში გამოვიდეს აი ამ კრიზისული განცდილებიდან. მაგრამ ეს არ მოხდება ჩვენი ძალისხმევის გარეშე ღმერთთან სინერგიის გარეშე და არავის კონდეს იმის ილუზია და თავს ნურავინო მოიყურებს რომ ჩვენ გულზე ხელებს დავიკრეფავთ და ძლიერთ ამასოფლისა და დირექტივების მოსმენითა და ჩაგუჩების ბრახუნით და შიდა პოლიტიკოსების სიცრუეზე აგებული პოლიტიკით ჩვენ შევძლებთ აი ამ უარესი და უარესი მოხდება მერწმუნეთ და სწორედ აი ხა ამ საკითხზე გამახსენდა სხვა საკითხებს მოვიხილავ რა თქმა უნდა მაგრამ ის ჩართვით ვიტყვი რომ ბირთვული პროგრამა რომ ახსენეთ ირანის ბირთვული პროგრამა არცავს ერთ-ერთი მიტროპოლიტია მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დღეს მოღვაწე სახელი სამწუხაროდ დამოუწყდა მაგრამ არსებობს ესეთი ადამიანი აი მას ქონდა პირადი შეხება პაისი ათონელთან პორფირე კავსოკალიველთან და სხვა ბოლო დროის ღირს მამებთან რომლებმაც ესე ვთქვათ თავისი ცხოვრებით მოიმუშაკეს სულიწმინდის მადლი და მათი მოღვაწეობით მიეცათ ცოდნა მომავლის შესახებ წინასწარმეტყველების უნარი ღვთისაგან და აი ეს მამა ამბობს და აღნიშნავს ეს მიტროპოლიტი რომ ერთ-ერთ საუბარში ერთ-ერთ ესეთ ღირს მამას მაგალითად პაისი მთაწმიდელსაც მასთვის ნათქვამი და სხვა მოღვაწეებსაც რომ აი ერთ დილასო როდესაცო თქვენ ყავას დალევთ და სრულიად წარმოუდგენელი იქნება ეს ანუ იმჟამინდელი კაცობრიობისათვის ანუ აი ესეთი დროშიო თქვენო ნახავთო აი მე მინდა დაგანახოთ როგორი დომინოს პრინციპით ვითარდება მოვლენები და როგორ ერთმანეთზეა აგებული ყველაფერი და როგორი ესქატოლოგიური მოვლენები ვითარდება ჩვენს თავს ანუ ბოლო ჟამის სულისკვეთებით როა გაჯერებული დღევანდელი კაცობრიობის ცხოვრება და პოლიტიკურად აქტუალიზებული თემებიც აქტუალიზებული ანუ აი ეს ეუბნება რომ ერთ დილასო როდესაცო თქვენ უბრალოდ ყავას დალევთო და საერთოდ არ იფიქრებთ ამაზე გაიგონებთ ტელეეთერში მოისმენთო ნიუსებში გაიგონებთ ინფორმაციას რომ ისრაელმა ამერიკის დახმარებით დაბომბა ირანის ბირთვული პროგრამაო აი სწორედ აი ამ დაბომბვის შემდეგო როდესაც ირანის ბირთვული პროგრამა დაიგეგმება ერდოღანის დამხობა მოყვებაო ეს მამა იძახის ესეთი რამ ითქვაო მოყვება ერდოღანის დამხობა და შემდეგ მოვა რუსეთის მოწინააღმდეგე ისეთი ძალა თურქეთის ხელისუფლებაში რომელიც პირდაპირ დაუპირისპირდება ანუ რუსეთის პოლიტიკას და ამას მოყვება რუსეთ-თურქეთის ომი რომელიც ღირსმა პაისი მთაწმინდელმა წინასწარმეტყველა და კონკრეტულ ადამიანებს უთხრა ბავშვებს ათონიადას მოსწავლეებს უთხრა კონკრეტულად რომ აი თქვენ მოისწრებით ამ ომს და კონსტანტინოპოლის დაბრუნებას და აღდგინებას ანუ ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ ისეთ ურთულეს ვითარებაში ვცხოვრობთ დედამიწაზე რომ დღეს ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია ქართველი ერის სიცოცხლისა და არსებობისათვის რომ სწორად შევაფასოთ მოვლენები სწორად გავიაზროთ რა მდგომარეობაში იმყოფება დღევანდელი კაცობრიობა და ამ კაცობრიობის ცხოვრებაში რა როლი და ადგილი უნდა კონდეს ქართველ ერსა და საქართველოს და არა იმ სისულელეებზე აგებული პოლიტიკით აი მინდა ხა წაიკითხოთ დინარაძის ესეთი განცხადება რომელიც სპეციალურად ამოუწერე და აი მინდა რომ თქვენ იფიქროთ ამაზე რამდენად ადეკვატურია აი ამ მდგომარეობაში მამუკამ დინარაძის ეს პოზიცია სწორედ საქართველოს მაგალითზე მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ
მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში deep state-ის დამარცხება. პრეზიდენტის ტრამპს კიდევ ერთხელ მთელი გულით უსურვებთ წარმატებას deep state-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ხო არის ცარიელი პოპულიზმი, ეს ხო არის მასხარაობა და ეს ხო არის ასე ვთქვათ, სრული ცინიზმი, რომ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა ერთის მხრივ და მეორე მხრივ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისა და მომავალში გახანგრძლივების რაღაცა უსუსული აქტი და მცდელობა იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებმაც დღეს საქართველოს ხელისუფლებად გამოაცხადეს თავი. ეს ხო ფაქტი და ეს ხო ნათელია. როდესაც კაცობრიობა იმყოფება, როგორც წეგან აღნიშნე, იმ ესქატოლოგიური უმძიმესი მდგომარეობის, იმ უმძიმესი მოვლენების აპოსტასიისა და სრული, ესე იგი, აი ბოლო ჟამის ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელსაც ჩვენი ღირსი გაბრიელი ახსენებელი სალოსიც ბრძანებდა, რომ კაცობრიობა უკვე შედის იმ ხანაში, როდესაც მათ უნდა გამოითხოვონ, როგორც წმინდა ეგნატევრიანი ჩაინუამი ამბობს, რომ აი კაცობრიობას მოსწყურდება, თავად კაცობრიობა გამოითხოვს ანტიქრისტეს, როგორც სარეცელს მისჯაჭვული ავადმყოფი, სასიკვდილო სასმის და მას ეს მიეცემაო. აი დღეს ასე სწორედ გამოთხოვა ხდება ამ უწმინდურების, რამე თუ დღეს ძალიან დაიშრიტა მადლი და უფლის სასუება აღარ გააჩნია თანამედროვე კაცობრიობას და მაქსობრივი განდგომილების ეპოქაში ვცხოვრობთ და ის სწორედ ასეთ დროს არის კიდევ ვიმეორებ ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი, რომ ქართველ ერს ყავდეს ისეთი ხელისუფლება, ისეთი ადამიანები განაპირობებდნენ და განკარგავდნენ ქართველი ერისა და საქართველოს ცხოვრებას, რომლებსაც გააჩნიათ შიში ღვთისა, რომლებსაც გააჩნიათ მორჩილება ეკლესიისა, რომლებიც უსმენენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ოღონ უსმენენ არა ისე კელაპტრებით ეხლა რო დადგებიან ალბომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ალბათ ვიხილავთ ამას ტელევიზორში, რომ ტელეეკრანებთან იპოზიორონ, ასე არა, აი ნამდვილი ღვთისმოშიში ხელისუფლება, როდესაც ეყოლება ქართველსა და საქართველოს და რომელიც მე ჩვენ მივალთ ალბათ და ღვთისწყალობით მალე მოხდება ეს დრო და ჩვენ სასვევთ უფალს, რომ ეყოლება მირონცხებული მონარქი მართლაც და ჩვენ ამას არაერთხელ ვამბობთ ხოლმე ქართველ ერს, რამე თუ სხვა გზა, სხვა ხსნა და სხვა გადარჩენა საქართველოს არ აქვს, გარდა უფლის მცნებების მორჩილებისა და ღვთის დიდებისა და მსახურებისა და აი მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ახლა ამბობს, რომ ჩვენ უნდა ესე იგი $10,000 დავეხმაროთ რაღაც წყნარი ოკეანის კუნძულებში და აფრიკის 44 ქვეყანას უნდა დავეხმაროთ, რომლებიც ესე იგი გაჭროების იმაში არიან და მათ არ ახსოვთ ის საკუთარი ამომრჩეველი და ის ხალხი, რომლებიც აქ მართლაც ჩიმშილობენ და წერან ქალბატონო ირმა ინაშვილს, ვინც უსმენით, ბორჯომში მაცხოვრებელმა დარეკა და ძალიან გულსატკენი და გულის მოსაკლავი იყო ფრიადეს სიტყვები იმ ქალის მოსმენელი საკუთარ პენსიაზე რომ საუბრობდა, თუ ეხლა კვლავ გვიყურებს ეს ადამიანი, მე მას უსურვებ გამძლეობას და სულის სიმხნევეს და სხვასაც, ვისაც ჩვენ გვიყურებს და ვინც გვისმენს და ვისაც ტკივა და ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია, რომ დღეს ერთის მხრივ ფიზიკური გაჭირვება აქვს ჩვენ ერს, ერთის მხრივ გაჭირვება და შიმშილია საქართველოში, მაგრამ მეორეს მხრივ სამწუხაროდ არის უმწეობის განცდა. ანუ ქართველმა ერმა დღეს დაკარგა მომავლის რწმენა და იმედი და ეს მომავლის იმედი და რწმენა სწორედ ჩაკლეს და დაახშვეს ქართველ ერში და საქართველოში იმ უკეთურმა ძალებმა, რომლებიც манипуლირებენ ქართველი ხალხით, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკური ქულების დასაწერად იღწვიან და მოღვაწეობენ, ატყუებენ ქართველ ხალხს, შეყავთ ესე მრავალ შეცდომაში და იმისთვის რომ მოიპოვონ საკუთარი პოლიტიკური მანდატები და დაიწერონ ქულები, ქართველ ხალხს ესეთ პოლიტიკურ სატყუარებს შემოუგდებენ ხოლმე და ეს უმწეობა საშინელება რა იქნება, იცი გეგაწამიერად, ის იქნება რომ ეს უმწეობა შეგვებათ არ გადაიქცეს. და ეს ახასიათებს. ანუ არა მოთფენად, მოთფენას სუფთა ქრისტიანული თვისება. მე ვამბობ, აი დაბეჭავებათ არ გადაიქცეს. აი მე მეუფე იობის სიტყვები მახსენდება, ეს მიხეილ სააკაშვილის დროს ქონა ნათქვამი, მაგრამ თქვა რომ ჩვენო მოთმინები ძალიან ბევრი რამ უნდა მოითმინოთო, მაგრამ ამასაც საზღვარი აქვს, როდესაც ერის განადგურება ხდება, ერის ფიზიკური და სულიერი მოსპობა ხდება და ამაში ხელს უწყობენ შიდა და გარე ძალები, სულ სხვანაირი ერთსულოვნება, სულ სხვანაირი წინააღმდეგობა დუმილით ქრისტე გაიცა. დუმილი დაუშვებელია დღეს და ჩვენ უნდა ვიყოთ აღმსარებლები, ჩვენ უნდა ვიყოთ დამოწმებლები, ჩვენ უნდა ვიყოთ მამხილებლები. ჩვენ არც დიდგორი გვექნებოდა, მაშინ ვალდებულნი რომ დავამოწმოთ სიმართლე
ღვთისა და ერის წინაშე და სამწუხაროა კიდევ ის ფაქტი, რომ ეხლა დუმილს ვხედავ მე და ბევრი არავინ ალაპარაკობს ამ თემაზე, გამოხმაურება არ ყოფილა. აი ეხლა მე ვისმენდი, რომ ციფრული ფულის შესახებ მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ, რომ ციფრული ფულის კონვერტაციის შემდეგ ასევე ღია ბანკინგის მეშვეობით განხორციელონ სხვადასხვა გადასახადები. ეს ცალსახად იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ციფრული არხების განვითარების კუთხით. საქართველოს ფინანსურ პიონერებს შორისაა, რომლებიც ინოვაციურ სისტემებს ქმნიან. ნუ ეს განაცხადა ვაკო თურნავამ და ამაზე მინდოდა მე მეთქვა, რომ სამწუხაროდ ესე იგი პერესტროიკის შემდეგ მრავალ ექსპერიმენტებს ატარებდა თავისუფლების ინსტიტუტი და სხვა ორგანიზაციები საქართველოში. ბევრ რაღაცეებში ვიყავით ხოლმე პიონერები უკეთურში და არასწორში და აი ამაშიც და შეიძლება ეხლა ზოგიერთი ვერ ხვდება ამას რაშიც აქვს, მაგრამ ჩვენ წეგან საუბარი ესქატოლოგიური მოვლენები და ბოლოჟამისეული მოვლენებით დავიწყეთ და ვინც მეტნაკლებად გარკვეულია ეკლესიის სწავლებაში და მამათა წინასწარმეტყველებებს იცნობს და ბოლოჟამისეულ სულისკვეთებაში გაცნობიერებულია, მათ კარგად იცის, რაც ნიშნავს ციფრული კონტროლი და რაც ნიშნავს ტოტალური კონტროლი, რისკენაც მიექანება კაცობრიობა და ჩვენ ესე იგი გვიანონსებენ აქ და გვეუბნევიან, რომ ერთ-ერთი პიონერები უნდა გავხდეთ და საქართველოს უნდა იამაყოს იმით, რომ პიონერი ყოფილა ციფრული ტექნოლოგიების და ციფრული ფულის დანერგვაში. ნაცვლად იმისა, რომ პირიქით წინაღუდგეთ და როგორც კათოლიკოს პატრიარქი იძახდა სოფელს მიხედეთ, სოფელში დასახლდით, გამრავლდით, მიწა იქონიეთ, ხო და ასე შემდეგ, რადგან ჩვენი უწმინდესი წლების განმავლობაში ქადაგებდა და მოუწოდებდა ეპისტოლეების და გამოსვლების და ქადაგებების საშუალებით, ამის ნაცვლად პიონერობას ცდილობს საქართველოს ხელისუფლება ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში, პიონერობას ცდილობდნენ, მე მახსოვს COVID ვაქცინების დანერგვის და თავს იწონებდნენ, რომ ესე იგი უნიკალური რაოდენობის ვაქცინაცია შემოზიდეს აქა და ქართველი ხალხი უნდა აეცრათ და ამ აცრებზე მე ეხლა რომ მთელი მსოფლიო ალაპარაკა და უკუჩვენებებზე და ამაცრებით გამოწვეულ პრობლემებზე, ამაზე ყურები დაიხშვეს და თვალები დახუჭეს. აი ეს არის პრობლემა და პოზიციონირება როგორც ეროვნულ კონსერვატიული ძალებისა, ამ ქართული ოცნების და ამ პოლიტიკური ელიტის სულ სხვას მეტყველებს საქმეები. საქმე შენ მან გამოგაჩინოს შენ და სულ სხვას გვეუბნება ფაქტები და მოცემულობები და სულ სხვას გვეუბნება ის თუ რა ისმის აი ამ ხალხის რიტორიკიდან და მაღალი ტრიბუნებიდან და ის მე მინდა რომ ამაზე ყველამ კარგად გეთანხმები გეგა, გეთანხმები. თორნიკე გიგოდა ბევრმა შეიძლება დაგწამოს, რომ ასე ვთქვათ ტექნოლოგიების წინააღმდეგ გამოდივართ. ჩვენ ტექნოლოგიების წინააღმდეგ არ გამოვდივართ, მაგრამ ხედავთ, რომ ნაბიჯ უკვე დაწყებულია ეს პროცესი. ვთქვათ, იქ ელექტრონული ბარათებით თუ ციფრული ფულით და ასე შემდეგ ცდილობენ ჩაანაცვლონ ნაღდი ანგარიშსწორება. და როდესაც ეს მოხდება და როდესაც ადამიანი ამ სისტემის მიღმა აღმოჩნდება, როგორც წინასწარმეტყველებებში არის ნათქვამი, ადამიანი ვეღარ შეძლებს ვერც გაყიდვას და ვერც ყიდვას. და სწორედ მაშინ დადგება ის პროცესი მაშინ დაიწყება, რაც არის ნაწინასწარმეტყველები ასე. და აი ნებისმიერი ესეთი მცდელობა საზოგადოების მხრიდან ადეკვატურად უნდა იყოს შეფასებული და გააზრებული და შესაბამისი რეაქცია უნდა მოხდეს ამ ყველაფერს. კი ბატონო, აი ნომერი წავიკითხოთ თუ შეიძლება, რომ მაყურებელი შემოვიდეს 557 88558. აი აქ შეგიძლიათ ამ ნომერზე დარეკოთ თქვენი აზრი გაგვიზიაროთ, შევეკითხოთ და წინასწარ გთხოვთ, რომ უბრალოდ დიდი მონოლოგები არ იყოს, რადგან გავითვალისწინოთ მომდევნო ზარის ავტორიც. რა ერთმანეთი გავითვალისწინოთ. და მინდოდა ახლა იმასაც შევხებოდი მედიაზე ცენზურის კანონს, ემასაც ნურავინ შეხედავს ძალიან ისე ზედაპირულად, იმიტომ რომ მედიაზე ცენზურის კანონი ინტერნეტ მედიაზეც ვრცელდებაო, ესეთი განცხადება მოვისმინეთ და ინტერნეტ მედიაზე გავრცელება ნიშნავს იმას, რომ აი WordPress-ი იყო ხოლმე ადრე მოდაში, ადამიანები აკეთებდნენ ბლოგებს ქმნიდნენ ხოლმე და თავის მოსაზრებებს წერდნენ და ინტერნეტ ცენზურა რა არის, რომ ანუ მე ჩემი პირადი ბლოგი ან თუნდაც Facebook გვერდზე რომ მე პირადი ბლოგი შევქმნა და დაექვემდებარები კონტროლს. უკვე სრული ტოტალური კონტროლისკენ მიდიხართ, ანუ ციფრული ვალუტა, სრული კონტროლი და ცენზურა, ანუ მეტი კი არაფერი არის ანტიქრისტეს სამეფო. ამით დაიწყება ყველაფერი და მივამერი უბედურებამდე, რაც წმინდა წერილში წერია და რაც ანტიქრისტეს გამეფებით უნდა დასრულდეს და ეხლა ვიღაცა შეიძლება ამას როგ ვისმენს, ეხლა მცირედ
შემორწმუნდეს ღიმილი ეგრება, მაგრამ მერწმუნეთ რომ ყოველივე ეს მიმართულია ნეფსით თუნებლიად სწორედ იმ ესკატოლოგიური ანტიქრისტეს სამეფოს მშენებლობისკენ, რაც არის ტოტალური კონტროლი, ცენზურა და ადამიანების მასობრივი დამონების პროგრამა. ანუ არაერთ გზის ნათქვამი, პატივცემულო ტელემაყურებლებო, მეგობრებო, რადიო მსმენელებო, არაერთ გზის გვითქვამს, ხო? არაერთ გზის გეგას, მე პირადად თორნიკეს რომ ესკატოლოგიის გარეშე და სარწმუნოებრივი საკითხების გარეშე ჩიხში შემყვანია ეს გლობალური პოლიტიკური მოვლენები. მობრძანდით ზარია ეთერში. დიახ, ეთერში ხართ. ალო, გამარჯობათ. გამარჯობათ. მოწმობთ. იცოცხლეთ. ცოტა გამიგრძელდება საუბარი, მაგრამ უნდა გითხრათ. ალო, ძანეთ ეთერში ხართ, გისმენთ. ცოტა გამიგრძელდება საუბარი, გემიწოლეთ. ნაბატიეთ. ცოტას არა უშავს თქვენი ჭირიმე, სხვამაც რო და არ იყოს ისე ვქნათ. იგენესა. მე ვცხოვრობ იესო ქრისტეს პაპალიტეტში. კახეთში თელავიტანში, 9 კილომეტრები. იესო ქრისტეს პაპალიტეტში 70 კილომეტრები. ეხლა რა შეიძლება? არის მის პატივცემულო არის მის თქვენი ხმა ნორმალურად. იქნება აი ტექნიკურ ჯგუფსაც ვთხოვ რომ რაღაც მოწესრიგდეს თუ აქ ჩვენთანაა პრობლემა. თუ არა და თქვენ რაღაც სხვა ადგილი დაიჭირეთ აბა ჩვენთან საუბრისას. აბა გააგრძელეთ რასაც ბრძანებდით. აი გაითიშა სამწუხაროდ და უბრალოდ ხო უფალზე საუბრობდით იესო ქრისტეზე. ისრაელში ცხოვრობო ქრისტეს საფლავთან ახლოს. კი ბატონო, შეგეწიოთ ამ წმინდა მიწის და თვითონ განკაცებული მაცხოვრის ძალა და მადლი. რაც შეეხება დაირეკება კიდევ კაცო რა პრობლემაა. რაც შეეხება ჩვენს საერთოდ აი ამ ყოველ პრობლემატიკას, რაც შეძლების დაგვარად ეხლა 40-50 წუთში რაც შეიძლება გაშუქდეს, ის შუქდება მხოლოდ, ხო? აი მოდით ზარს გავაგონოთ. აბა ზარია მოგზანდით? ისმის. მე ვცხოვრობ იესო ქრისტეს პაპალიტეტში. კი ბატონო, დიდება უფალს. ელავის რაიონია. ოფელი. ეხლა თქვენასაც საუბრობთ, დრასტიკულად. ეს არის ფუნქციონალური სტრუქტურა პარიტეტი. ეგაც მინდა პოვერტირა. თუ შეიძლება, მეჩები. დიახ, გვესმის, ეხლა გვესმის. დოლა, ერთი. მანჩესტერში გამოყვანილი. სამეთრო სუპა დაიწყო, იგი ჩავშ. გაზი სოფიო შეხვდა. კაიგე. მეორე. უკაცრავად რა. თუ შეიძლება ერთი კონტი გემეთე პასპორტი. დაიწყო რა ინდივიდუალური ტალენტი. სოლომონის ადრესაზე. ძალიან აქრა, აი ამ თვითონ თუ გავწევ პასპორტს, თუ ბანკო მე არ მაქვს ინფორმაცია და მაინტერესებს. თუ არა გეგაფავწორი, ჩამოვიდეს თქვენთან სოფელში, ეს არის ტელეფონის ნომერი. ჩემი ტელეფონის ნომერი. და მე აქ ისეთ რამებს მოუყვები და ვაჩვენებ ფიზიკურად. ბატონო ჩემო, თქვენთან ძალიან საინტერესოა ურთიერთობა, კომუნიკაცია და ამ თემატიკაზე საუბარი. მე ეჭვი მაქვს რომ აქ ტევადი არ იქნება და ვერ იქნება იმდენად საინტერესო მაყურებლისათვის, რამდენადაც ჩვენი შეხვედრა უფრო მეტად ხო ხდებით და მერე მიწოდება. თქვენს ნომერს ჩვენ ჩავინიშნავთ, აი ტექნიკურ ჯგუფს თხოვ რომ დაიმახსოვროს თქვენი ნომერი. ტელევიზია ჩვენ არ ვიცოდით, ჩვენ შეხვდეთ დავწერთ ისაუბროთ ქრისტიანულად პრაქტიკულად. დიახ ბატონო ჩემო, დიახ. მე ახლა გამოვიდექედა. კი ბატონო, გილოცავთ. ნადრობა, მე ჯვარი დავდგე პარლამენტში 32 კაცი დამიგენეთ, ბატონო. მე გამომაგდეს ფილესტინა. ეს ჩვენიანი ყოფილა, მათ ჩვენც ვიყავით გენაცვალე, ჩვენ თუ დაჭერას მაგ პერიოდში გადავრჩით, რეპრესიები არანაკლები შეგვხედრია ჩვენ, როგორც დღევანდელებიდან, ასე გუშინდელებიდან, რო იცოდეთ თქვენი ჭირიმე. ჩვენ შეიძლება ვიცნობთ კიდევაც ერთმანეთს. ალბათ რა, იმიტომ რომ ელეტარად იასავატარებელი და 31 კაცი დაგვიჭირეთ. გასაგებია. 70 წლის კაცი ვარ. 70 წლის კაცი ხართ? მე 70 და იესო ქრისტეს საფლავის მიწაზე დაადგეს ფეთი რომ მათები მიიღოთ ისაკზე გაგვაკეთები გასწრები გასაკეთებია თარგმნი. გაიხარეთ თქვენი ჭირიმე, გაიხარეთ. აი, ბოლოს ძალიან ხარვეზებით იყო და მოდით თქვენ გენაცვალეთ ჩავიწერთ თქვენს ტელეფონის ნომერს.
უფალს აღნიშნავთ და ხარვეზით რომ ისმის უფლის სიტყვაც და უпроსტურად სიტყვა უფალი, ესეც შეიძლება არ იყოს თლად ასე თქვათ მიზანშეწონილი. ასე რომ დიდი მადლობა ზარისათვის, ჩვენ შემთხვევით არ გვითხოვს, ჩავიწერთ თქვენს ნომერს და აუცილებლად დაგიკავშირდებით. რაც შეეხება ჩემო ტელემაყურებლებო, თემებს, რაზეც საუბრობთ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის აი დღეკრულ, არა ბედკრულ, არამედ დღეკრულ მდგომარეობას ეხება რა. და ეს დღეები გრძელდება სამწუხაროდ და ეს დღეები თვეები და წლები გრძელდება, არა მხოლოდ 13 წელიწადი კაცო. ეს უკვე სათვალავიც აღარ არის, ალბათ 90-იანი წლებიდან ზარია კვლავ ეთერში. მოგბრძანდით გისმენთ. მოგესალმებით, საღამოშვიდობისა ბატონო. გამარჯობა. აი ეხლა თქვენ გისმენთ გულის პურით და არ ფიქრობდი გამერება არ ეტაპზე, მაგრამ დავვეკე. ისიც რამე დახვა. აი როდესაც თქვენ განეკო ანტიქრისტეს მოსაყანად იგი ბრძიანო, რომ აი ყველაფერი კონტროლს შარისო და გამონება უნდა ქართული ერისო. თქვენ გისმენთ ახლა მე მინდა თავრობის დასაგონად თქვა. ბატონებო, ბიბლიაში დაწერილია ეს ყველაფერი, მაგრამ თუ თქვენ ანტიქრისტეს მოიყვანთ და სოფლიო კათოლიკობის როგორც წერია ბიბლიაში, თქვენ რა გგონიათ? ანტიქრისტეს თქვენ გეტყვით რატო თავრობის ხალხი ხართ? და შეყვართ მაღაზიებს და შეგეძლება? ყველა ისე აიძულეს ანტიქრისტე, მინდა მათ უსწრა. შენზე კარგად იციან, მაგრამ შენი ხაზმოსახედიდან მინდა ვსვა. ისე აიძულეს ანტიქრისტე, რომ იმან არის მდიდარი, ღარიბი, პატარა, დიდი, ბავშვი, ყველას ერთად გასწრებს. ხო და ეს კარგად გაითვალისწინონ, რომ ყიდვა და გაყიდვა არავის არ შეიძლება. და იმისა, ვინც არ მიიღებს ესმაკის ბეჭედს, კარგად შეუსახურებს, რომ ქართული ხალხის გამონება რო უნდა თქვენ თავრობას, როგორც თქვენ ბრძანები და თქვენ მოსახლეობას ძალიან კარგად ვწდებით. არ მეგონებს, რომ მაგენი გვერდზე გადგებიან და თქვენ კარგად მიკნებით. არავინ არ იქნება და მოუხდით ქართულ მოსახლეობას, საქართველოს და მე კიდე მეორე ვისწრაფი. გაიხარეთ ბატონო, გაიხარეთ ხალბატონო. ძალიან ცუდად ისმის ხარვეზებია ბოლოში და სამწუხაროდ ისე ბევრი რამ გავიგეთ თქვენი. ძალიან დიდხანს რაც ისაუბრეთ, ყველაფერი გასაგები იყო და დიდი მადლობა. რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ხალბატონს ვეთანხმებით, მან მიმართა ხელისუფლებას, გავიგეთ ყველაფერი ხალბატონო. ხელისუფლებას ბევრმა მიუმართეთ, ბევრნი კვლავ მიუმართავთ, რა თქმა უნდა, თუკი სმენად იღებენ ეს ადამიანები, მაგრამ ვშიშობ ესენი იმდენად ნოზოლოგიურ რაღაც თავისებურებაში არიან, რომ რეალურად 13 წელი მცირე ეთნოსისათვის რიცხობრივად თან წერტილიც რომ არ ახარ რუკაზე, გავიგე რომ ისტორია დიდი გვაქვს, მაგრამ ამ ისტორიისა და წინაპრების დარად შესაბამისად ვინმე იქცევა დღეს სათავეში და არა მხოლოდ სათავეში. გავიგეთ რომ გმირების ჯაჭვი უწყვეტია, მაგრამ არის ეს რიცხვი, რომელიც დღესვე ან ხვალვე გადაწონის სასწორს სიკეთისაკენ. აი ერთობლივი ფიქრი, ერთობლივი რუდუნება და ერთობლივი ასე თქვათ ქმედებაა საჭირო და თუ ვართ მოჭირნახულენი ჩვენი ქვეყნისა. მობრძანდით ზარია. გამარჯობათ. გამარჯობათ. დიახ. საღამოშვიდობისა. მშვიდობა გქონდეთ. მოგესალმებით. ერთი აი ხოლმე თელი დღე იმ არხს იმას სხვადასხვა არხსა. ეს მიჩემს. კი ისმის გისაუბრეთ. აი სხვადასხვა არხებს რა. რატო გონია პატარა ბავშვი ვარ და ბევრი რამეს მესწავლება და ვეც ახლა რა ვიცი, სულ გავიზახეთ, ერთი თავრობა, მეორე თავრობა, მესამე თავრობა, 100 თავრობა, ევროპა. ევროპას რა დღეშია ევროპა? დღეს კარგად იცით, ეგ ერთი. მეორე კიდევა, ევროპაში საქართველოს ვერასდროს შევა, ეგ მეორე. ერთი კიდე უნდა გითხრა,
ძველი ნათქვამია ვის ფლობს საქართველოს ფლობს კავკასიას ამას რომ არავინ არ დაგვიტოვებს ეს პატარები არ აქვს ეს დიდი ხნის ნათქვამია ვის ფლობს საქართველოს ფლობს კავკასიას ეგრეთ ვის ფლობს შავ ზღვასა ფლობს ყველაფერსა ეხლა გენონ ტრამპი რაში ტყვის პუტინი ეხტერი აჩუხოს რაღაც აჩუხოს ამოდენა ხალხი დაიღუპა ჩვენ ქვეყანას ერთმანეთს ქართველები ვჭამ ერთმანეთს ჩარჩვა სასახლეებს შეშენები ხალხი გაყოლით ეს თავრობამ ერთმანეთს მეორემაცა ეს თავრობა დაჯა იმაში რა ქვია იბორებენ იმასა სულუკიანი გამომძიებელია პროკურორია ამ თემაზე ელა ბარაკოცა ხალხს ჯარიმებს აჯილებს არც მემენ ყველაფერს არც მემენ და შეიძლება საუბრობთ შემოგეთხოვოთ მაგ თემებით დავიწყეთ მაგ თემებით დავიწყეთ რომ მაბოგლებ ამ ევროპით რომ მაბოგლებ რა კაცო ჩემი ქვეყანა ერი გამიმრავლე ერი დამის საქმე სხვა მე არაფერი მჭირდება ერი დამის საქმე ჩემი ქართველი გამრავლდეს შემოგიერთებით ევროპაში ემიგრანტები აქ არ არია აქ გაიწო ქვეყანა კაცო ქვეყანა აღარა ვარ დაიწყალა ქვეყანა კაცო კი ბატონო ამაზონა ვინჯოთ ამაზონ ვილაპარაკოთ ყოველ დღეედო კი ბატონო მადლობა ზარისათვის სხვადასხვის მაგის თქმაც მინდოდა ახლა ბატონმა ბრძანა საქართველოს დაცლასთან დაკავშირებით და აი ეხლა იმ დღეს ვკითხულობდი სტატისტიკას ხევსურეთის სოფლების ზამთარში როგორ იცლება რა და რამოდენიმე ის ამოვწერე იმიტომ რომ აი მინდა რომ ეს თითოეული ქართველისთვის ესე იგი გული ეტკინოს მინდა და თითოეულმა ქართველმა გულთან ახლოს მიიღოს აი ეს კატასტროფა რა რომ მაგალითად შატილში რჩება 17 ადამიანი ხახაბოში რჩება 2 ადამიანი გიორწმინდაში რჩება 1 ადამიანი აჭილოში რჩება არც ერთი 0 ადამიანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს საუბარია კონკრეტულად ხევსურეთზე რეგიონზე იგივე მოცემულობა გვაქვს დანარჩენ მთაშიც ხო ნუ თუშეთში რა ხდება ასე შემდეგ და მე მახსოვს ბიძინა ივანიშვილის 2012 წელს რომ მოვიდა და საქართველოში რამის პედესტალზე რომ შემოდგეს ეს პიროვნება ერთ-ერთი მთავარი რაც იყო ქართული ოცნების ესე იგი პოლიტიკური კამპანიის საკითხი და პოლიტიკოსების ოცნებაში შემავალი პოლიტიკოსების და თავად ივანიშვილის ესე იგი თუ მე ვწდები თქოთ დამირეკოთ და შემახსენოთ რაში ვწდები მაგრამ მე ესე მახსოვს რომ ესე იგი ერთ-ერთი მთავარი იყო რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ამბობდა რომ ქართული მთა უნდა აღორძინებულიყო რომ ხალხი უნდა დაბრუნებულიყო და გამრავლებულიყო და ქართული სოფელი უნდა წამომდგარიყო ფეხზე და იმ ფონზე როდესაც საქართველოში უკონტროლო გადინებას ვაწყდებით ახალგაზრდები ყველა ძალას ხმარობენ და ყველა ღონეს ხმარობენ იმის რომ საქართველო დატოვონ ოჯახები იხლიჩება ხალხი აქედან გარბის ახალგაზრდობა გარბის საქართველოს მთა ესე დღეშია საქართველოს სოფელი ესე დღეშია ამის პარალელურად უბრუნდები რაც ეხავ თქვენ ციფრული ვალუტა ტოტალური კონტროლი ანუ რა არის ეს თუ არა საქართველოს სულიერი და ფიზიკური განადგურება რა არის ეს თუ არა საქართველოს გასუფთავება ქართული ავტოქტონი ეთნოსისგან ის უკონტროლო მიგრაცია როდესაც ეხლა ხანს სოციალური ქსელების სავსე იყო ინფორმაციით რომ აი გლოვოს კურიერებზე იყო პრობლემა რომ აცელზე თორნიკეთს ვაპარაკოთ ანუ ეცილებიან როგორ ეცილებიან ქართველებს დასაქმებაში ინდოელები და პაკისტანელები და არაბები ხო ანუ ეს ყოველივე არის თუ არა ქართველი ერის სულიერი და ფიზიკური განადგურება ეს თუ არ არის თუ არა ეს ქართველი ერის ეთნოსის ადგილობრივი ავტოქტონი ეთნოსის გენოციდი აი მინდა ამაზე ვიფიქრო და თუ არის მაშინ შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ შესაბამისი არჩევანი გავაკეთოთ და შესაბამისი პოზიციები გამოვხატოთ პოლიტიკაშიც და ყველა ჩვენი ცხოვრების გამოვლენებაში როგორც ერმა და საზოგადოება. მაინც მინდა რომ საერთოდ მე ესე მიმაჩნია რომ მუხანათი მტერი გაცილებით უფრო სახიფათოა ვიდრე პირდაპირ ხმლით მოსული. დანაშაულის შადენა ხდება როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით. როდესაც საზოგადოების მხრიდან გაქვს მანდატი იმისა, ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი გაქვს იმისათვის, რომ შეცვალო მდგომარეობა და გამოასწორო ეკონომიკური ფონი და ამას მიზანმიმართულად არ აკეთებ, ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მტრობ ამ ერს, რომელიც ამ სახელმწიფოში ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის თუ სხვა პრობლემის სათავე არის უმოქმედობა. დუმილით
ღმერთი გაიცემა, დიახ. დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის. დიახ, დიახ. აქედან გამომდინარე, უმოქმედობა არის დანაშაული, როგორც ჩვენი მხრიდან, საზოგადოების მხრიდან, ასევე ხელისუფლების მხრიდან. კი, ბატონო. აქედან გამომდინარე, შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. შესაბამისი დასკვნები უპირველესად ვინც უნდა გამოიტანოს, პატივცემულებო, ძალიან კარგად იცით, რადგან საზოგადოებას იმ მართლა ჯანსაღ ნაწილს საზოგადოებისა, რომელიც არ დაელევა ჩვენს ქვეყანას და ყოველთვის იარსებებს, ყოველთვის ფეხზე იქნება, რიცხობრივად მცირე იქნება თუ მრავლად, მაინც ყოველთვის დაამონათებს, ყოველთვის შეუსწორებს, გააკრიტიკებს და არა მხოლოდ, რა თქმა უნდა, ანტაგონისტური პოზიციებსაც გამოხატავს, რადგან თუ კეთილგონიერებისკენ ერთი ნაბიჯიც არ გადაიდგა, თუ შეიძლება წუთნახევარი დაგვიმატეთ, პატივცემულებო, რომ დამშვიდობება მოვასწროთ რა. თუ არ გადაიდგა ადამიანებისკენ, შეხიდებისაკენ, ნორმალური, ასე ვთქვათ, ურთიერთობებისაკენ და ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთი ნაბიჯიც, რა თქმა უნდა, არავინ არ გადმოგაყოლებთ ამ ქვეყანას თქვენ უბსკროლში და რაც შეეხება აი ამ საგამოძიო კომისიებს, ხომ? რაც შეეხება, რაც თქვენ შექმნით, საგამოძიო კომისია, ხომ? მე შეგახსენებთ ერთს. თუმცა არ მინდა იგივე ბედი გაიზიაროთ რა. იაკობინელებმა, რა თქმა უნდა, თავისი სიმძლავრის ზენიტი როცა ნახეს და მთელმა კაცობრიობამ ვიცით ხომ, ეს მათ მონარქია დაამხეს, მონარქიას შეუტიეს, ლუი მე-16 გილიოტინით დასაჯეს კაცო. ეს გილიოტინა დაამკვიდრა და გააძლიერა, ასე ვთქვათ, დანერგა, შეიძლება ის ასე ითქვას, თორე ეს მეთოდი ცნობილი იყო, სწორედაც რობესპიერმა. რობესპიერმა შემოიტანა და მე გეტყვით, რომ რობესპიერიც ამ თავისი შემოტანილი მეთოდით გაასამართლეს. გილიოტინას ემსხვერპლა თვითონ რობესპიერიც. ასე რომ არ ვიცი მე თქვენ წინდახედულობა გამოძრავებთ ეს უფლის ძალითა და მადლით ეს კომისია შექმნით, რადგან თქვენც პასუხი გაქვთ მე საგები საზოგადოების წინაშე, მაგრამ ერთს კი გეტყვით რა, კეთილგონიერებას მოუხმეთ, საზოგადოება ჩვენ ჭიათურელებს ვერ შევეხეთ ეხლა, რადგან მომდავნო გადაცემაში გვსურს უფრო ფართო ფორმატი დაუთმოთ. ჭიათურელების თემა კიდევ ძალზე დიდი მტკივნეული თემა ის საერთო ქართული დიდი ტკივილია, იქ რას აპირებს ხელისუფლება, ამის კონტურები ჩანს, რას აპირებდა და კონკრეტულად იქ დასაყრდენებით სამოწუხარო აღმოაჩნდებოდა ხოლმე მას დაბალ თუ მაღალ ფენებში. ასე რომ ჩვენი რესურსი აი ესე როგორც ნიავდება და ქალაქი სახრავად აგაქვთ ქცეული, ესე არ უნდა გაგრძელდეს და ჭიათურის ამ ულამაზეს კუთხეს თავისი მოსახლეობით თქვენ ვერ შეძლებთ რომ ეს აიყაროს და სადღაც გადასახდეს, რადგან ეს ღვთისგან დადგენილი ადგილია, რომ მათ ადამიანებმა იცხოვროს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მადლობა ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს, რადგან უზრუნველყო ეთერში გასვლა, მადლობა რა თქმა უნდა ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს და მადლობა უპირველესად უფალს ჩვენს შემოქმედს. კარგად ბრძანდებოდეთ. ღმერთმა მოგონჯოს.